ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალობით ევროპის აუდიტორთა სასამართლო დაინტერესდა და დასკვნაც მოამზადა. დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ ევროკავშირმა NGO-ების დაფინანსებაზე 3 წელიწადში 7 მილიარდ ევროზე მეტი ისე დახარჯა, რომ დაფინანსებული ორგანიზაციების დასახელება და ხარჯების მიზნობრიობა არ გასაჯარავებულა. ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ძალიან ბუნდოვანია, ისევე როგორც ინფორმაცია ევროკავშირის დაფინანსებაზე. მათ შორის ლობირება ის არც სანდოა და არც გამჭვირვალე. აქ უმნიშვნელოზე არ არის საუბარი. ამ 3 წლის განმავლობაში 2021 წლიდან 2023 წლამდე 7 მილიარდ ევროზე მეტი მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკის ისეთი საკვანძო სფეროებისთვის, როგორიცაა დაკავშირებადობა, კვლევა, მიგრაცია, გარემო. ამ დასკვნით გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა. ჟურნალისტურ მასალაში წერია, რომ რამდენიმე კვირაა ევროპარლამენტში არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ დავა მიმდინარეობს. მათი ნაწილი ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების განაწილების არსებულ მიდგომას აკრიტიკებს. გაირკვა, რომ ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ლობისტური მუშაობისთვის საოპერაციო გრანტები მიიღო. ზოგ შემთხვევაში კი ორგანიზაციები კანონს არ ღვევდნენ. ჩვენ გარკვეული მხარდაჭერა ადგილობრივ საპროტესტო აქციებში ვიპოვეთ, რომელთა ნაწილიც ძალადობაშიც კი გადაიზარდა. რომელ ქვეყანაში დაფინანსდა საპროტესტო აქციები გაცემული გრანტებით გერმანულ მედიაში ეს დაკონკრეტებული არ არის. თუმცა ქართულ ოპოზიციაში უკვე ირწმუნებიან, რომ ევროკავშირის აუდიტის დასკვნასა და საქართველოს შორის კავშირი არ არის. ჩემთვის ეს დასკვნა არის ევროკავშირის შიგნითა პროცესები, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება საქართველოს შექმნილი სიტუაციისგან. ევროკავშირში რაც მოხდა არავითარ კავშირში არ მოხდება საქართველოსთან. ძალიან ღიმილის მომგვრელია, როდესაც ქართული ოცნება თავის ფინანსების გამჭვირვალობაზე კი არა. საუბრობს ევროკავშირის რაღაცა ქვეყნების რაღაც წარმოსახვით, ესე ვთქვათ, პრობლემებზე დაფინანსების თვალსაზრისით. ოპონენტებისგან განსხვავებით მართველი გუნდი აუდიტის დასკვნასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის ლოგიკურ ბმას ხედავს. მათთვის სიახლე არც ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიცემული თანხა არამიზნობრივად იხარჯებოდა მათ შორის საქართველოში. მართველი გუნდის ხედვით ამერიკული ფონდების შემდეგ მხილების პროცესი უკვე ევროპის დედაქალაქებში გრძელდება. არ უნდათ ზოგს ამის დაჯერება, ზოგს ამის აღიარება და ზოგს ამაზე პასუხისმგებლობის აღება. და მოუწიათ მას შემდეგ, რაც ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება და ამხილა USAID-ის, NED-ის და სხვათა თაღლითური და პოლიტიკურად მოტივირებული ქცევა. იგივე ვსაუბრობთ ჩვენ ევროპულ ფონდებზე, ევროპის დემოკრატიის ფონდზე და ახლა დაადასტურა ევროპის აუდიტორთა სასამართლო. 7 მილიარდი евро ტრიალებს და გაუმჭვირვალედ იქ რა თქმა უნდა არის ეჭვი, რომ ხელს ითბობს ზოგიერთი და საქართველოშიც სამწუხაროდ ეს ეჭვები არსებობს გრანტებთან დაკავშირებით. ყველა მეტნაკლებად გარკვეული ან ჩართული ადამიანი პოლიტიკაში და საერთაშორისო პოლიტიკაში ბოლო წლებში ხედავდა, რომ თანხები აშკარად არამიზნობრივად იხარჯებოდა და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართული იყვნენ არა მათ ძირითად საქმიანობაში, არამედ ჩართული იყვნენ უფრო მეტად ლობიზმში. ვინმეს კრიტიკა ჩვენი თვითმიზანი არ არის. მით უმეტეს ევროკავშირის კრიტიკა არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ერთადერთი არის ის, რომ ჩვენ ხედავთ პრობლემებს, ამ პრობლემებზე ვცდილობთ ჯერ ვესაუბროთ განმახორციელებელ ორგანიზაციებს, დონორ ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, საიდანაც გაიცემა, მაგრამ როდესაც ხედავთ ყრუ კედელს ამ ორგანიზაციებისგან და არანაირ რეაგირებას, მაშინ ჩვენ იგზულებული ვართ გადავდგათ საკანონმდებლო ნაბიჯები. შემთხვევით არ არის თუნდაც ჩვენ რომ მივიღეთ გადაწყვეტილება შემოვიტანოთ გამჭვირვალობის კანონი, იმიტომ რომ ყველა თანხები რომელიც შემოდის უცხოეთიდან და ფინანსდება რადიკალური დაჯგუფებები, ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციები, არ არის გამჭვირვალე თუ რას ხმარდება აღნიშნული თანხები. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა გახდეს საჯარო, უნდა იყოს გამჭვირვალე. ევროკავშირსა და ამერიკაში დაწყებული პროცესის პარალელურად სახელისუფლებო გუნდს მოლოდინი აქვს, რომ ხილებათა პროცესი უფრო მეტად მასშტაბური გახდება და აქამდე გაუმჭვირვალე ფინანსები მალე გამჭვირვალე გახდება.